ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. დღეს 9 მაისია ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. თარიღის აღსანიშნავად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და დეპუტატები. მათ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. კიკვიძის პარკიდან ნანა გოგატაძე უერთდება კურიერს. გისმენთ ნანა. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან არის ხალხმრავლობა. აქ ეტაპობრივად იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, პარალელურად აქ რჩებიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ადამიანები. სწორედ მათთან მიდიან რიგითი მოქალაქეები, ესაუბრებიან და მადლობას უხდიან. ბუნებრივია ვესაუბრეთ ჩვენ ამ ადამიანებს, რომლებიც წარსულს იხსენებენ ომის დღეებს, ტრაგიკულ დღეებს, რაც შეეხება 9 მაისს, ამბობენ, რომ ეს დღე მათთვის ასოცირდება გამარჯვებასთან ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ ეს არის ტრაგიკული დღე, ვინაიდან და რადგანაც დაკარგეს ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები, თანამოქალაქეები. 1945 წლის 9 მაისი არის გამარჯვების დღე და საქართველოში ამ დროისთვის არის 57 ვეტერანი, აქედან 26 ცხოვრობს ქალაქ თბილისში. მთავრობის განკარგულებით მათ ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გადაეცათ 2000 ლარი, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1000 ლარი. სახურობილი უკრაინაში, ჟიტომირის ობლასტი, გოროდ ნოვოგრად-ვოლინსკი. რო შამოვერი დაიხურა თვითმფრინავები, დაბლა ტანკები, მანქანები, არტილერია. ომსისწყებს ის ვისაც უნდა თავისი სახელის მაღლა დაყენება და ხალხის მოსპობა 27 მილიონი კაცი შეჭამა ამ ომმა. Endisi ვიყავ ჯარში ფრონტზე თვარში ვიყინა წამეყვანეს ხალამდე მეცვალ და ქუთაისში აგვიყვანეს იქ მოგწეს ფორმა იგვაბანავის გამოგწვალ საბუთებისა გაგვაფწესეს 42 წამეყვანეს 48-ში 8 მარტი თბილისში 48 წელს გამამთავრდა. ტრადიციულად ვეტერანთა პარკში დილიდან იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი. დაღუპულ გმირებს მიაგეს პატივი და პარალელურად ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, ასევე იმ კვალზე, რომელიც ამ ომმა საქართველოზე დატოვა და პარალელურად დღევანდელი დღე მიულოცეს ვეტერანებს. ჩვენ მიულოცეთ ომის ვეტერანებს. პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. მე 80 წლის თავი არის ფაშიზმზე გამარჯვებისა, იმ დიდი გამარჯვებისა, რომელშიც ჩვენ ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300,000 ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300,000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში. 80 წელი გავიდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომიდან. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტმა გამოაცხადა კაპიტულაცია. 9 მაისი აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. ამ ომში დაიღუპა დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი, აქედან 20 მილიონი იყო მშვიდობიანი მოქალაქე. მადლობა. კიკვიძის პარკიდან ნანა გოგატაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. საზოგადოებას გამარჯვების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ დღეს გარკვეული ძალები ცდილობენ შეცვალონ 9 მაისის მნიშვნელობა და დააკნინონ გამარჯვება, თუმცა მისი თქმით ამ მსხვერპლის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.
9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს. 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად. საქართველოდან ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე 300,000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ. ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ. დღეს ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება. წარსულის გადააზრების საბაბით მუდმივი აპელირება თუ რომელია სწორი თარიღი 9 თუ 8 როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და 1000 მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისკენ მოხდეს არა წარსულის გააზრება არამედ წარსულის გადაწერა საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა რაც ნოყიერ ნიადაგ შექმნის უცხო გავლენით ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად ადამიანები რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას. 9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება. 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. მმართველი გუნდის წევრები სოციალურ ქსელში მილოცვებს არცელებენ. გამოქვეყნდა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და თბილისის მერის პოსტები. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დეკლარაცია წარადგინა, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის, ასევე სხვა დაინტერესებული ქვეყნების ნახშირისა და ფოლოდის წარმოების გაერთიანებას ითვალისწინებდა. სწორედ ეს ითვლება თანამედროვე ევროკავშირის საფუძვლად. ევროპის დღე პირველად 1985 წელს აღინიშნა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა 9 მაისი ევროპის დღე დააწესეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს, განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, ხედავთ როგორი ტენდენციებია ევროპის მასშტაბით, ხო? არის ტოტალური მიგრაცია, რაც აგარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ იდენტობას, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ევროპას უსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი, ასე ვთქვათ, სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე ევროპის განვითარება ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვის. შანტაჟის და ზეწოლის მორიგი მცდელობა ასე აფასებს ქართული ოცნება ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რეპრესიებს. ესტონეთი განმარტავს, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა ასახოს. ესტონეთის საგარეო მინისტრის თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორია პოლიტიკური შეფასებები თბილისში, ამ განცხადებებს ქეთი ზანთარაია გაგვაცნობს, გისმენთ ქეთი. არამეგობრული დამოკიდებულება ასეთი არის სახელმწიფო გუნდის ლიდერების შეფასება ესტონეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ყობახიძემ გაიხსენა, რომ ოფიციალურ ტალინს სანქციები დაწესებული აქვს წარსულშიც და ეს იყო სწორედ არამეგობრული დამოკიდებულება. ეს მიდგომა კი ახლაც გრძელდება და ირაკლი ყობახიძის განცხადებით მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა საქართველოს ესტონეთთან ჩება ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში. რაც შეეხება ესტონეთს, არის მათ აქვთ მანამდე სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას იწონებენ ოპოზიციაში, ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან იმას, რომ კონკრეტულ პირებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე თანამდებობის პირებს ესტონეთში უვიზოდ შესვლა აეკრძალებათ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვლენებიც ვითარდება დღეს ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა და ნებისმიერი სხვა პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს არა წევრ ქვეყნებს, ეფუძნება ღირებულებებს და ამ ღირებულებებში მერწმუნედ არ შედის ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიების განხორციელება, დრაკონული კანონების მიღება, ადამიანების უკანონო დაკავება, შესაბამისად ის პრივილეგიებიც, რომელიც ღირებულებებზე არის დაფუძნებული, ბუნებრივია და სამწუხაროდ არის გადახედვის პროცესში. ნამდვილად განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი უმაღლეს დონეზე. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა შეუჩერდეთ. დასავლური სამყარო, მათ შორის ესტონეთი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არის საქართველოში დემოკრატიის, ევროპული გზის მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ღებულობს შესაბამის ზომებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ის რომ მათ არ უნდათ ეგრეთ წოდებული ვითომ დიპლომატები ან პოლიტიკოსები შედიოდნენ მათ ქვეყანაში, უვიზოდ ეს არის ნათელი. ძალიან სწორი პოზიცია, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას. ესტონეთის პოზიცია არ უკვირს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს ეს ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში, არის გარკვეული ინტერესების გამტარებელი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით გამოიწვიონ ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ხმაური. ეს არის საინფორმაციო ხმაური, ახლა ერთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული 2 თვის წინ, ასე ხა კვირა გამოშვებით, თუნდაც რომ მისცენ საკვები, მისცეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა NGO და რადიკალ ოპოზიციასთან ერთად ანტიქართულ აქციაში, ასე რომ ხა მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის. მართველი პარტია ქვეყნის გარეთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილებები და ობიექტურად შეაფასონ ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ვინ არის ახალი პაპი? მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისე ვატიკანია, სადაც კათოლიკური ეკლესიის ახალწინამძღოლად 69 წლის რობერტ ფრანცის პერვო აირჩიეს. ის ლეო მე-14-ის სახელით 277 პაპი გახდა. ისტორიაში პირველად პაპი ამერიკელია. ის ჩიკაგოში დაიბადა, ახლა ყველა ელოდება რა იქნება მისი პირველი ნაბიჯები და როგორ იქნება მისი მმართველობის სტილი. მედია წერს, რომ მისი ჰობია ტენისი, უყვარს ლიტერატურა, ხშირად გამოდის სამშვიდობო ინიციატივებით. იცის 4 ენა, საუბრობს ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად და ფრანგულად. მედია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ პირველი გამოსვლისას პაპმა შეკრებილებს იტალიურად და ესპანურად მიმართა, მაგრამ არა მშობლიურ ინგლისურ ენაზე. კურიერი ისე ვატიკანშია, სადაც ახლა საიდანაც გვექნება პირდაპირი ჩართვა, მირიან გორგოძე მოგიყვება ყველა დეტალს, გისმენთ მირიან. კურიერის გადაყვებით ჯგუფი კვლავ ვატიკანის ცენტრში ვიმყოფებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს იმ წერტილიდან, რომელიც ამ დრომდე მსოფლიო ყურადღების ცენტრში რჩება. გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და რომ სყავს ახალი 267 პაპი, 69 წლის რობერტ პრევოსტი, რომელიც დაბადებული არის ჩიკაგოში. ის პერუში მსახურობდა ეპისკოპოსად 2023 წლამდე. იქამდე ვიდრე მას აწ უკვე გარდაცვლილმა რომის პაპმა ფრანცისკემ ასე ვთქვათ კარდინალობა უბოძა და ამის შემდეგ უკვე რომის პაპმა ფრანცისკემ 2025 წელს ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ანუ ალბანოს ეპარქიაში ატარებდა ღვთისმსახურებას უკვე რომის ახალი პაპი რობერტ პრევო, რომელიც დღეიდან უკვე ლეო
ლეონ მე-14-ის სახელით იწოდება და სხვათა შორის რომის ახალი პაპი კარდინალთა იმ 80% შემადგენლობაშია, რომელთაც კარდინალობა რომის პაპმა ფრანცისკემ უბოძა. გუშინ საღამოს დღის მეორე ნახევარში რომის დროით დაახლოებით 18 საათზე და 10 წუთზე სიქსტეს კაპელას სახურავზე დამონტაჟებული სპეციალური საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა აქ შეკრებილ 100,000-ობით მომლოცველს და დანარჩენ მსოფლიოს შეატყობინა, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავდა. ამის შემდეგ უკვე წმინდა პეტრეს ტაძრის იმ ცნობილი აივნიდან, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩემ ზურგს უკანაც ცხადად ჩანს, ვატიკანის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიმართა აქ შეკრებილ საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს და აცნო ახალი ამბავი, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავდა და უკვე მას შემდეგ რამდენიმე წუთში წმინდა პეტრეს ტაძრის აივანი დაიკავა უკვე რომის ახლად არჩეულმა პაპმა ლეო მე-14-მ, რომელმაც მიმართა მთელ მსოფლიოში მომლოცველებს, ბუნებრივია პირველ რიგში აქ შეკრებილ საზოგადოებას და მან თავის საკუთარ მოკლე სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და ზოგადად დიალოგის და ხიდების აგების აუცილებლობაზე და განაცხადა რომის ახლად არჩეულმა პაპმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ გულდასმით მიიღოს ის საზოგადოება, რომელიც საჭიროებს ეკლესიის მიერ წარმოებულ დიალოგს, მშვიდობას და ზოგადად სიყვარულს საჭიროებს. აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ მიმართულებით იმუშაოს, როგორც რომის ახლად არჩეული პაპი მიიჩნევს. ვატიკანის ცენტრში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი 100,000-ობით ადამიანი გუშინ საღამოს მიესალმა, ბუნებრივია, აქ რომის ახალ პაპს და ისინი იყვნენ ძალიან ბედნიერები და აცხადებდნენ, რომ ჰქონდათ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ მათთვის დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი მომენტის მონაწილეები გამხდარიყვნენ, განსაკუთრებით კი ზეიმობდნენ ამერიკელები და აცხადებდნენ, რომ მათთვის ძალიან საამაყოა, რომ ისტორიაში პირველად რომის კათოლიკურ ეკლესიას ამერიკული წარმოშობის პაპი უხელმძღვანელებს. ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ის გამეხარდა, რომ პაპი ჩემს მშობლიურ ქალაქში დადიოდა სკოლაში და კოლეჯში. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. გვინდა რომ ის ჩვენს ოჯახში ვახშამზე დავპატიჟოთ. მისი პოზიციები სრულად ემთხვევა ჩემს შეხედულებებს. ის გააგრძელებს პაპი ფრანცისკეს დაწყებულ საქმეს. ჩემთვის როგორც ამერიკელისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ პაპი ჩემი თანამემამულეა. ის ჩიკაგოდანაა, მეც ჩიკაგოდან ვარ. ჩემთვის რთულია ამის აღწერა. სახლში რამდენიმე კვირაში დავბრუნდები, ველოდები რომ ისიც ჩამოვა. შემიძლია გითხრათ, რომ შესანიშნავი რამ მოხდა. საოცარია, რომ ამერიკელი პაპი ყავს. ძალიან აღელვებული ვარ. არ მოველოდი, რომ პაპი ჩემსავით ამერიკელი იქნებოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა კონკლავზე წამოსვლა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტეთ. მხოლოდ ეს იყო მიზეზი ჩვენი აქ ჩამოსვლის. არაჩვეულებრივია, რომ პაპი ამერიკელია. ამერიკაში დიდი შტაბ-ეჭდილებებით დავბრუნდები. ველოდები, რომ ახალი პაპი ეკლესიას გააძლიერებს. ისე როგორც ეს პაპმა ფრანცისკემ გააკეთა. ახლა 123 კარდინალი დაახლოებით 2 სრული დღის განმავლობაში მიყვნენ შეკრებილები წმინდა მართას სახლში. ისინი მართავდნენ კენჭისყრის ცერემონიას სიქსტეს კაპელაში. ისინი იყვნენ გარე სამყაროსგან მოწყვეტილები და უკვე მეოთხე ცთაზე, მეოთხე კენჭისყრაზე შავი კვამლის შემდეგ სიქსტეს კაპელას სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან ამოიფრქვა გუშინ საღამოს თეთრი კვამლი, რაც არის პირველი ნიშანი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ რომის ახალი პაპი არჩეულია. მას ასე ამერიკული წარმოშვების რობერტ პრევო, ლეო მე-14 ახალი ხელმძღვანელი ყავს რომის კათოლიკურ ეკლესიას და შესაბამისად იწერება ახალი ისტორია. ახლა უკვე ყველა ელოდება ახალი პაპის მიერ აღვლენილ პირველ მესას. მადლობა ვატიკანიდან მირიან გორგოძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
მშვიდობა იყოს თქვენთან. ეს იყო ახალი პაპის პირველი სიტყვები. არჩევიდან დაახლოებით 1 საათში ახლადარჩეულმა ლეო მე-14-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებულ ადამიანებს სიტყვით მიმართა. პაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიის მისიონერულ როლს და ქველმოქმედებას. მშვიდობა იყოს თქვენთან და ყველასთან ძვირფასო ძმებო და დებო. ეს არის აღმდგარი ქრისტეს კეთილი მწყემსის პირველი მისალმება, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ღვთის სამწყსოს. გულწრფელად მსურს, რომ მშვიდობის ამ სიტყვამ შეაღწიოს თქვენს გულებში, მიაღწიოს თქვენს ოჯახებთან, ყველა ადამიანთან, სადაც არ უნდა იყვნენ, ყველა ხალხთან და მთელ დედამიწასთან. მშვიდობა იყოს თქვენთან. ჩვენს ყურებში ჯერ კიდევ ჟღერს პაპ ფრანცისკეს სუსტი, მაგრამ ურყევი ხმა, რომელმაც აკურთხა, რომ ნება მიბოძეთ, მე გავაგრძელო ეს კურთხევა, რომელიც უყვარხართ თქვენ, ღმერთს უყვარს ყველა და ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს. დაგვეხმარეთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აგებაში, დიალოგის, შეხვედრისა და გაერთიანების, რათა გავხდეთ ერთი ხალხი, რომელიც მუდამ მშვიდობაში ცხოვრობს. ნება მიბოძეთ მივესალმო ყველას, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ ჩიკლაიოს ეკლესიას პერუში. ძვირფასო ძმებო და დებო რომიდან, იტალიიდან და მთელი მსოფლიოდან. ჩვენ გვსურს ვიყოთ სინოდალური ეკლესია, ეკლესია, რომელიც მუდამ ეძებს მშვიდობას, ქველმოქმედებას და ყოველთვის ახლოსაა, განსაკუთრებით მათთან, ვინც იდანჯება. რომის პაპს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი პირველი ამერიკელი პაპია. მილოცვას სოციალური ქსელით ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტიც. მაკრონი წერს, რომ ეს ისტორიული მომენტია კათოლიკური ეკლესიისა და მილიონობით მორწმუნისთვის. ახალი პონტიფიკოსი მილოცვებს იღებს იტალიიდანაც. პრემიერ-მინისტრი წერს, რომ კონფლიქტებითა და არეულობით სავსე დროში პაპის სიტყვები მშვიდობის პასუხისმგებლობისკენ ძლიერი მოწოდებაა. მილოცვას ავრცელებს ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს მოლოდინი, რომ ლეო მე-14 იქნება მსოფლიოსთვის მშვიდობის და დიალოგისკენ სწრაფვის შთაგონება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეო მე-14-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტმა ზავის სანაცვლოდ დააყენა. რუსეთს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიებს, რომლებიც არც კი დაუპყრია, აცხადებს ჯეი-დი ვენსი. ტრამპის თქმით კი სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული რჩება. ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე განცხადებას ავრცელებს თავად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც. ზელენსკის თქმით, ახლა მთავარ პრიორიტეტად რეალური შენაქმების მიღწევა რჩება, რაც მინიმუმ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს. პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯები, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რომელიც ახლა ასე გადაუდებლად გვჭირდება და მშვიდობის სახელით ზეწოლა რუსეთზე. ვისაუბრეთ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, დიპლომატიურ ძალისხმევაზე და იმაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ნამდვილი და ხანგრძლივი ზავი, სულ მცირე 30 დღით. ამან დიპლომატიისთვის შეიძლება მრავალი შესაძლებლობა გახსნას. უკრაინა მზადაა სრული ზავისთვის, ამ წუთიდან ახლავე 30 დღიანი სიჩუმისთვის, მაგრამ ეს ზავი ნამდვილი უნდა იყოს რაკეტების, დრონების და ფრონტებზე ასობით ჩეტევის გარეშე. რუსებმა უნდა უპასუხონ ამ მოწოდებას და მხარი დაუჭირონ ზავს. მათ უნდა დაასაბუთონ საკუთარი მზაობა და ნება ომის დასასრულებლად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვთავაზობთ ამას რუსეთს. ამერიკას შეუძლია ამაში დახმარება. მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი დაიწყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლის თავს ეძღვნება. აღლუმს პირდაპირ ეთერში გადასცემენ რუსეთის ტელეარხები. პუტინთან ერთად წითელ მოედანზე იმყოფებიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტო ფიცო, ასევე სხვა სახელმწიფოების ლიდერები. 2025 წელს აღლუმი პირველად ჩაიბარა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა. წითელ მოედანზე გაივლიან 13 ქვეყნის სამხედროებიც, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ვიეტნამიდან, ბელორუსიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან, მონღოლეთიდან და უზბეკეთიდან. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დავუშვებთ მაშინ განვითარებული მოვლენების გაყალბებას. ჭეშმარიტება და სამართლიანობა ჩვენს მხარესაა. მთელი ქვეყანა, საზოგადოება, ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. რუსეთი იყო და იქნება ნაციზმის, რუსოფობიის, ანტისემიტიზმის ურყევი ბარიერი. ის ებრძვის იმ უბედურებებს, რომლებსაც ქმნიან ამ აგრესიული, დამანგრეველი იდეების მხარდამჭერები. ჩვენ ერთგულად ვინახავთ ამ ისტორიული ტრიუმფალური მოვლენების ხსოვნას და როგორც გამარჯვებულთა მემკვიდრეები 9 მაისს აღვნიშნავთ.
только победа. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ყობახიძის თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც წინა წლებში იმართებოდა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ოპოზიციის არავითარი გეგმა არ განხორციელდება. პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ 26 მაისს ჩაიბარებენ. სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეგო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ხო? ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა ნაციონალების მიმართ. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა. ლევონ მგალობლიშვილმა 99 წლის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა. მას სარეზერვო ფონდიდან 1000 ლარიან ერთჯერად დახმარებას გადასცემენ. დახმარება გადაეცემა კიდევ ერთ ვეტერანს, რომელიც დღეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 9 მაისი ეს არის ტარიღი, რომელიც გვახსენებს მშვიდობიანი ცხოვრების ფასს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით 99 წლის დროებით დევნილ ვეტერანთან. ძალიან დიდია მისი ღვაწლი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, როგორც აფხაზეთის მთავრობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ისინი. ყველაზე მეტია დაფასება 9 მაისს ჩემთვის. იმიტომ რომ 9 მაისში 5 წელი ვიყავი ომში. დავუყარე სისხლი, მე დიდი მადლობი თქვენი რომ აფხაზეთის მთავრობა მოყვია ჩემთან. ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას და შეშფოთებას გამოვხატავთ, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. გავრცელებულ ტექსტში წერია, საპატრიარქო მოუწოდებს ავტორებს სინანულისკენ და ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი შეუნანებლობის შემთხვევაში ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება. როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიზულულს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას. მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან. ეს არის ციტატა საპატრიარქოს განცხადებიდან. სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა და შიდა ქართლის რწმუნებულმა მოინახულეს. ახალი გზა გვერდსაულის სურამს და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება, რაც დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს და შეამცირებს გადაადგილების დროს. საქართველოში არასდროს მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ყოფილა ნაწარმოები, ეს არის მართლა ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს მოსახლეობას და არა მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება უახლოეს პერიოდში რიკოთის ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთით ისარგებლოს, დასასრულს უახლოვდება სამუშაოები და სულ ალბათ უმოკლეს ვადაში მოხდება კონკრეტულად ამ მონაკვეთის გახსნა. პროცესირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენ მოსახლეობას გაუმჯობესდება გადაადგილება, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთის გახსნა შეამცირებს როგორც დროით გადაადგილების რაოდენობას, ასევე უფრო კომფორტულად მოუწევს ჩვენ მოსახლეობას გადაადგილება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, დასრულების ფაზაში ვართ, როგორც ხედავთ, ბევრი სამუშაო პარალელურად მიმდინარეობს. მიდის სამონტაჟო სამუშაოები, ახლა ელექტრომექანიკური ნაწილი ძირითადად გვირაბებში, ხიდებზე მოაჯირები, სადრენაჟე სისტემები და ასე შემდეგ. პარალელურად მიდის დარჩენილ მონაკვეთებზე საფარის დაგება. რთული მონაკვეთი იყო გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ ესეთ მონაკვეთებზე, სადაც განსაკუთრებით გვირაბები არის, მოსალოდნელია მსგავსი რაღაცა პრობლემები და ყოველთვის მზად უნდა იყო მსგავსი შემთხვევებისთვის. საკმაოდ კარგად დავძლიეთ ეს მონაკვეთი, ეს სამუშაოები. სტუდფესტი 2025 გრძელდება. ახალგაზრდულ ფესტივალში საქართველოს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 15,000-მდე სტუდენტი მონაწილეობს. დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები 29 სახეობაში, საგანმანათლებლო შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.
ფესტივალის მთავარი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს შესთავაზოს და შეუქმნეს ისეთი გარემო და სივრცე, სადაც მათ საკუთარი ნიჭის, უნარების, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ. ფესტივალის დღევანდელი დღეც ერთ-ერთი ასეთი აქტივობა არის, სადაც მრავალფეროვან სპორტულ ტურნირებში მიიღეს ახალგაზრდებმა მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში აღსანიშნავია, რომ გარდა სპორტის მიმართულებისა, კულტურის, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ ღონისძიებებშიც იღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეჯიბრებიან ერთმანეთს, გამოვლინდება გამარჯვებულები და გაიმართება გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალიც. ეს იყო ბოლო ინფორმაცია დღის სხვა სიახლეებში შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე რუსავი.org.